გარემოს დაცვის მინისტრმა კი გაეროს სპეციალურ წარმომადგენელთან ერთად ხარაგაულში პლასტიკური ნარჩენების გადამამუშავებელი ცენტრი მოინახულა. ისინი სპეციალური საპრესი აპარატის მუშაობის პრინციპს გაეცნენ, რომელიც პლასტიკური ბოთლებისა და პოლიეთილენის პარკების გადასამუშავებლად გამოიყენება. სპეციალური პრესის მეშვეობით პლასტიკური ბოთლები და პარკები უსაფრთხოდ გადამუშავდება დაწვის გარეშე, რაც გარემოში მავნე ნივთიერებების გამოფრქვევას გამორიცხავს. ხარაგაულში სპეციალური ცენტრი უკვე 1 წელია მუშაობს. პოლიეთილენის პარკების შეგროვება და მათი დაპრესვა, ის რასაც ხედავთ დღეს, ეს ხორციელდება გლობალური გარემოს დაცვის ფონდის GEF-ის მიერ დაფინანსებული ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში, რომელიც დაიწყო თვითონ ეს პროცესი გარემოს სამინისტროს ინიციატივით და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით. ძალიან მიხარია და სასიამოვნოა ამ პროექტში გადასაღებად ჩამოსვლა მას მერე, რაც საქართველოს მოაწერა ხელი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას. ზუსტად ასეთი პროექტები, რაც ეხება გარემოს დაცვას და დასუფთავებას, ასევე პოლიეთილენის ნარჩენების გადამუშავებას. სწორედ ასეთი პროექტები არის საქართველოს მომავალი.